ამიტომ უნდა გადავამოწმოთ რეალურად არის თუ არა 2 3 4 5 6 ეს კარგი ხელფასია ლუკამ 600 ლარი ხელფასი მიიღო მაგრამ და მარინ ვიფიქრეთ და ვთქვით რომ მოდი ბონუსის სახით კიდევ დაუმატოთ 400 ლარი და გავხადოთ 1000 ლარი ხოლო ლუკა ეს არის შენი ბონუსი 400 ლარი მეტია აი რა კარგი ბუღალტერი ხარ ლუკა ეს კიდევ ბონუსის სახით 400 ლარი ლუკა ამ ფეში გამოიმუშავა 1000 ლარი ოჩახ ლუკა ბატონებო და ქალბატონებო ვიღაცამ დამიწერა რომ აქამდე სადიყავი რატო არ ჩდებოდიო არ უჩდებოდი მაგრამ 1000 ჯერ უფრო მეტ საქმეს ვაკეთებდი და ზუსტად 1000 ჯერ მეტ საქმეს რო ვაკეთებდი ამიტომ ესე იტყვიან მატორმუზებდნენ რომ მე წინ არ წავსულიყავი მე შემიძლია ვთქვა თამამად რომ მატორმუზებდნენ რეალურად რომ წინ არ წავსულიყავი და ბევრი ადამიანი არ დამესაქმებია ცხოვრებაში რა არის кайფი ვინ რა იცის რა არის кайფი кайფი წამალი კი არ არის кайფი თვითონ მთელი ცხოვრება უბრალოდ არის ესეთი რამ რომ თუ ადამიანს გაახარებ ეს არის ყველაზე დიდი სურვილი და მოტივი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ლუკას ეს დღე ოდესმე დაავიწყდება მე ჩემი პირველი ხელფასი ძალიან კარგად მახსოვს. აი უყურეთ, თავარმა ბუღალტერმა, აი მოიგო მოვა. თავარმა ბუღალტერმა თქვა რომ ლუკას რო არასდროს არ დავავიწყდე, მე უნდა გადავცე პირველი ხელფასიო და ამისთვის ქალბატონო ძალიან დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო ნათია. მარი ჩვენ ძალიან დიდი და კარგი საქმე გავაკეთეთ, იმიტომ რომ ერთი ახალგაზრდა გავახარეთ და მინდა საქართველოში ყველა ახალგაზრდას უსურო მსგავსი რამ რომ როგორ არის იცი აი ამ ასაკში რომ ჩაერთვები საქმეში, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. აი რა დაკარგა ლუკამ, არაფერი